სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის, დღევანდელი წირვისათვის. ღმერთმა შეიწიროს ყველა იმ ადამიანის ლოცვა, ვინც თავისი მიცვალებულებისთვის ლოცულობს. აი, დიდ მარხვაში ყოველდღიურად პანაშვიდი აღესრულება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ის, რომ ადამიანი ღვთისმცნებებით ცხოვრობდეს. შეუძლებელია, ესე იგი, სიწმინდით ცხოვრება შეძლოს ადამიანმა, თუ ღვთისმცნებისამებრ არ იცხოვრებს. იმიტომ რომ ახლა რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი, ესე იგი, მოსაზრება შეიძლება იყოს, იმდენი სიმართლე შეიძლება იყოს, იმდენი სოფხედელობა ამა თუ იმ საკითხის შესახებ. სხვადასხვა წმინდა მამები როგორც ამბობენ, რაც უფრო მოახლოვდება ბოლო ჟამი, მით უფრო საერთო მოსაზრება კი არ ექნებათ ადამიანებს, აი სახარებისეულად კი არ იაზროვნებენ, არამედ რამდენი თავიც არისო, იმდენი აზრი იქნება, იმდენი სიმართლე იქნება. შეხედულება სიწმინდეზე თუ ვისებაზე თუ ასე შემდეგ, ესე იგი. მაგრამ საკითხავი ის არის, რომ ეს მოსაზრებები იქნება თუ არა მაცხოვნებელი. აი, ქრისტიანი ასე უნდა უყურებს. როგორ ვამბობ ჩვენ ერთ-ერთ საგალობლებში, ურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლე სიმართლენი შენი. შენი სიმართლე გვასწავლეო, ჩვენ უფალს მაგას ვევედრებით. აი, თითოეული ჩვენი მოსაზრების დროს ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და ვკითხოთ საკუთარ თავს, რომ რამდენად არის ეს ჩემი მოსაზრება შესაბამისობაში ღვთისმცნებასთან, ღვთისნებასთან, რამდენად შეესაბამება. იმიტომ რომ ხშირად ადამიანს არამც თუ ის არ უნდა რომ ღვთისნება აღასრულოს, არამედ უარესიც უნდა რომ საკუთარი ნება, იგი გაამართლოს, თითქოს აი ღმერთის ნება არის ეს. და რატო? იმიტომ რომ ადამიანს დაცემული ბუნება აქვს და უჭირს ღვთისნებას რომ დაემორჩილოს, უჭირს სახარებას რომ დაემორჩილოს. სახარება ადამიანის დაცემულ ბუნებას ეწინააღმდეგება. ადამიანი ცდილობს ახლა არჩევანის წინაშე რო დგება, თან უნდა რომ სახარებისეული ერქვას მის აქციას და თან თავისიც არ ეთმობა. თან თავისიც უნდა რომ გაიტანოს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ აი ეს არის კარგი, ეს მიანიჭებს სიამოვნებას, ეს გაახარებს. მინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს. მაგალითისთვის მოვიტან და მერე ვიტყვი რატოს ვამბობ. თუ ადამიანიო გემრიელის ნაცვლად აირჩევს უგემოს ქრისტეს გულისთვის, თუ გააკეთებს ამას, ის ამ უგემურის მეშვეობით დატკბება ქრისტეთი. ქრისტეთი დატკბება, განა იმ უგემურით კი არ დატკბება, არამედ იმ უგემურს რო აირჩევს ქრისტეს გულისათვის, იმის გამო დატკბება ქრისტეთი. ჩვენ ესე იგი თუ ავირჩევთ, რომ შევასრულოთ ღვთისნება, თუნდაც ის უგემური გვეჩვენებოდეს, ქრისტეს გულისთვის თუ ამას ავირჩევთ, მაშინ სწორედ აი ამ ღვთისნების აღსრულებით დატკბება ადამიანის სული და გული და ბედნიერება და სიხარული ექნება. ვიდრე იმით, რომ რაც ჩვენ ტკბილი და გემრიელი და სასიხარულო გვეგონა ჩვენი ნება, აი ეს ჩვენი ნება აღვასრულოთ. იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ის ჩვენი ნება ერთი შეხედვით იყოს ძალიან კარგი და კეთილი და თქვა კაცმა, რომ რატომაც არა, აი ესე უნდა გავაკეთო. მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები, რომელიც მე არაერთხელ მithქვამს. ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა მოფენილია პირადი ნებიდან გამომავალი კეთილი სურვილებით. ეშმაკი ამითი აცნობს. იქ არ არის ნათქვამი, რომ ბოროტი სურვილებით არის მოფენილი, არამედ კეთილი სურვილებით არის მოფენილი. ოღონდ ეს კეთილი სურვილები პირადი ნებიდან არის გამომავალი და არა ღვთისნებით. აი, ჩვენ ქრისტიანებმა, ვისაც სულის გადარჩენა უნდა, ესე იგი, მაგზა არ არსებობს, თუ არა ის, რომ ღვთისნება აღასრულოს, უნდა ეძებოს და აღასრულოს. თუ ვერ აღასრულებს,
ეცოდინება მაინც რა შეინანოს. ერთ-ერთი ასეთი პატერი კი არსებობს. მონასტერში ხდება ერთ-ერთ საძმოს შეკრებაზე. ერთი ბერი ადგა, რომელიც ყველა მიცოდა, რომ სულიერი კაცი იყო. ადგა ეს ბერი, მოიხადა სკუფია, ძის დააგდო და ფეხით შედგა. და გათელა მოკლედ და მე ისევ აიღო, გაბერტყა და დაიფარა და დაჯდა. ეხლა ყველა მიცოდა, რომ ეს კაცი არამცოდ ყვილად არაფერს გააკეთებდა, არამედ ყვილად არაფერს არ იტყოდა და იგი ეკითხებიან, რომ რატო გააკეთა ეგრე, რაღაცა სულიერის გამო გააკეთა, ჩანდა. და მან უთხრა, რომ ძმებო, ვერავინო ვერ შეძლებს სულის გადარჩენასო, ვინც თავის ნებას აი ესე არ მოექცევა. როგორც ეს ქუდი გაითელა, აი ვინც ესე არ მოექცევა საკუთარ ნებას, ვერავინ ვერ შეძლებს გადარჩენას. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ ადამიანმა ღვთის ნება დაარღვია, ამიტომ გამოიდევნა სამოთხე. ადამიანმა უნდა ეძებოს, რომ გამოიძიოს რა არის ნება ღვთისა და ის აღასრულოს. არა როგორც მე მნებავს, როგორ ამბობდა მაცხოვარი გეციმანის ბაღში, არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ გნებავს. აი ეგ არის. ამას თუ ადამიანი ნელ-ნელა ესე იგი ეცდება, შეიძლება წლები დაჭირდეს, რომ ნელ-ნელა საკუთარი თავი მიაჩიოს ის ნების აღსრულებას. მერტი შეგვეციოს, აბა მართლა დალოცილი და გახარებულები გამო.